და რო ვიცი რა რაღაცა ჩემი გვერდში დგომა სულ დაჭირდებათ და რაღაცა და მე ამ დროს სადღაცას უნდა ვიყო, აი მართლა ეხლაც ძლივს ვიკავებ თავს, რომ აი რაღაცნაირად ტირილი არ დავიწყო და ამიტომ გადავწყვიტე, რომ აი რაღაცა დიდი ხნით ემიგრაციაში კი არა, დროებით რაღაცა 1 წლიანი ვიზით, ანუ მე როგორც გამოვიკვლიე, არის 3 თვიანი ვიზები გერმანიაში და 1 წლიანი განსხვავება იმაშია, რომ რაღაცა 3 თვიანში იხდი 450 ევროს მოწვევით და 1 წლიანში იხდი რაღაც 650 ევროს, 200 ევროში არის განსხვავება და ვიფიქრე, რომ აი 1 წელი როგორღაც ლევანიც დავითანხმე, რომ კი ბატონო ერთად წავიდეთ. თუმცა თავიდან არ უნდოდა არა კატეგორიულად არ უნდოდა, უბრალოდ როგორ არის იცით, რომ აი იყო ეხა პერიოდები, რომ რაღაც ღიად ვიტყვი, რომ 4-5-6 შემოსავალი ჩვეულებრივად ქონდა და რო გითხრათ ეხა თავზე გადაგვდიოდა არა, მაგრამ ყოფნიდაც. იპოთეკას, რაღაცა პატარა რაღაცას ესხებს, ბავშვების გადასახადი, ყველაფერს ნორმალურად წვდებოდით და ეხა მე როგორც სისტემის გამო გამოშვებული ადამიანის სამსახურიდან 1 წელი არის სულ სამსახუროდ ვარ, ნუ კარგი პირველი 2 თვე დავისვენე რაღაცა, მაგრამ უკვე აი ძალიან დაგვეტყო, იმიტომ რომ ჩემ მეუღლესაც ბევრი პროექტი გაუჩერდა და ფაქტიურად 1000 ლარზე დავრჩით 4 სულიანი ოჯახი და აქედან 1500 ლარს მარტო ბანკში ვიხდით და ისე გამოდის, რომ ხალ ამასაც რაღაცა ტელევიზიაში პატარა შემოსავალი აქვს, ეს 1000 ლარის სახით და მე ვუწევს ტაქსაობა.